განვაგრძობთ საუბარს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიის შესახებ. წინა საუბრის დასასრულს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად ცალკეული განმარტებებისა და შეიძლება ასე ითქვას წინასწარი მინიშნებებისა, ქრისტიანული ლიტერატურის რაობა სიღრმისეულად კვლავ გამოსაკვლევი გვაქვს. რა თქმა უნდა, ესეც წინასწარი განხილვაა, მაგრამ უკვე ჩვენი აზრით გზის მიცემა საეკლესიო მოძღვრების წერილობითი სახის დანიშნულების გასარკვევად. პირველ რიგში ასეთი დებულების მსგავსი რამ უნდა განვაცხადოთ, რომელსაც შემდეგ გარკვეული დასაბუთება მოჰყვება, რომ საეკლესიო ლიტერატურას, რაც არ უნდა ეს უცნაურად მოგვეჩვენოს, თავის თავადი მიზანდასახულობა არ აქვს, თავის თავადი ღირსება არ აქვს. ვიდრე ამ ეგრეთ წოდებული დებულების ავკარგიანობას განსაზღვრავდეთ, უნდა გავიხსენოთ ის უცილობელი ფაქტი, რომ საეკლესიო მოძღვრება, როგორც ჭეშმარიტება, წერილობითი სიტყვით გაცხადებულია იმ წიგნში, რომელსაც, როგორც ეს ყველასთვის ცნობილია, ეწოდება ბიბლია. ბიბლია გახლავთ სწორედ ის წერილობითი უწყება, რომელსაც ჭეშმარიტად თავისთავადი ღირებულება აქვს, თვით წიგნია ბიბლია, თავადი წიგნია, წიგნთა წიგნია, როგორც მას ეწოდება და სწორედ ბიბლიასთან მიმართებაში, ბიბლიასთან როგორც წიგნთან, როგორც წმინდა წერილთან მიმართებაში იძენს თავის უზენაეს ღირსებას საეკლესიო ლიტერატურაც. ესე იგი, არა თავისთავად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საღვთო წერილთან განუყოფელ კავშირში. საღვთო წერილი არის წყარო ყოველივე სამოძღვრო და ზოგადად ადამიანური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი სწავლებისა და ეს ყველაფერი არეკლილია საეკლესიო ლიტერატურაშიც, მხოლოდ და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საეკლესიო ლიტერატურა განუყოფელ ერთიანობას ქმნის საღვთო წერილთან. უფრო ცხადად და ნათლად რომ გამოვთქვათ, რასაც ვფიქრობთ. საეკლესიო ლიტერატურა, როგორც სწავლების მაუწყებელი წიაღი, მაცოცხლებელი წიაღი, თავისი გამოთქმითი ფორმით გახლავთ განმარტებითი. ის განგვიმარტავს ჩვენ მოძღვრებას, განმარტებითად გადმოგცემს სწავლებას. მაგრამ ვერც ერთ სწავლებას ჩვენ ვერ პოებთ საეკლესიო ლიტერატურაში, რაც ამავე დროს საღვთო წერილში, ბიბლიაში არ იყოს გადმოცემული. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ისმის კითხვა. თუ ბიბლიის ორივე ნაწილში, ძველი და ახალი აღთქმის განუყოფელ ერთიანობაში, აბსოლუტურად ყველა სწავლება იგულისხმება, რაც კი ადამიანის ცხოვრებისთვის არსებითია და მნიშვნელოვანი და ეს აზრი ყველა მორწმუნის, ყველა საეკლესიო მოღვაწის, მოღვაწეობის საფუძველია, ესე იგი აზრი იმის შესახებ, რომ ბიბლიაში ყველაფერია უწყებული, არ არსებობს რაიმეთი საჭირო სწავლება, რომ ის ბიბლიაში გადმოცემული არ იყოს. ბიბლია ყველა სწავლების, ყველა კეთილი და აუცილებელი სწავლების მომცველია და რაც გასაცხადებელი იყო, ის გაცხადებულია ბიბლიაში. ბიბლიის მიღმა არ რჩება რაიმე ისეთი, რაც კი სიტყვით შეიძლება კაცობრიობას ეუწყოს. ყველაფერი კვლავ აღვნიშნავთ, რაც საუწყებელი იყო და რაც საუწყებელია და საუწყებელი იქნება, ეს ყველაფერი ბიბლიაში უკვე შეგვიძლია ეს წარსული ფორმით ვთქვათ, უწყებულია, იმიტომ რომ ბიბლია დაწერილია. ასეთ დროს დაისმის კითხვა, თუ კი ბიბლიაში ყველაფერი უკვე დაწერილია, მაშინ რაღა აუცილებლობა იყო ესწოდენ ვრცელი და ამოუწურავი საეკლესიო ლიტერატურის შექმნა და ჩამოყალიბება. საეკლესიო ლიტერატურა თავისი მოცულობით ჭეშმარიტად ამოუწურავი გახლავთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პირდაპირ ოკეანეა თავისი მიუწვდომელი სიღრმით, თუნდაც რაოდენობრივი თვალსაზრისით, თავისი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, თავისი ისტორიის უაღრესად ვრცელი დიაპაზონით. და შემდეგ სხვადასხვა ენებზე. ყველა ენას თავისი თანაბარი ღირსება აქვს ერთიანი და მთლიანი საეკლესიო ლიტერატურის, ასე ვთქვათ, კორპუსში. და თუ კვლავ აღვნიშნავთ, საღვთო წერილში უკვე ყველაფერი დაწერილია, ყველაფერი უწყებულია, რამ განაპირობა ასეთი ვრცელი საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება. სწორედ აქ მივდივართ ჩვენ იმის გარკვევისკენ, თუ რას წარმოადგენს თავისი არსით საეკლესიო ლიტერატურა.
დიახ, ბიბლიაში ყველაფერია უწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი უწყებული გახლავთ ბიბლიის ენაზე, ბიბლიურ ენაზე. ძველთაგან, მამათაგან არსებობს შეფასება იმისა, რომ ერთი და იგივე მოძღვრება შეიძლება გამოითქვას ბიბლიური ენით, ბიბლიაშიც ერთი მხრივ ძველი აღთქმის, ანუ წინასწარმეტყველური ენით, რაც გაცილებით მეტად იტევს ალეგორიზმს და სიმბოლიზმს, სახეობრივი წინასწარმეტყველური თქმა ნიშანდობლივია არსებითად ძველი აღთქმისთვის, ეს ბიბლიური მეტყველების ერთი სახეობაა და შემდგომ ახალი აღთქმის ენა მახარებლურ სამოციქულო ენა. ესეც ბიბლიური ენა, ბიბლიური ენის მეორე სახეობა. უკეთ აქ არის სულიერი განუყოფლობა და ერთიანი ბიბლიური სამეტყველო ენა, წინასწარმეტყველურ, სამოციქულო, მახარებლური. აი ამ ენით არის ნაუწყები ყველაფერი ის, რაც ღვთისგან ადამიანებს მოძღვრების სახით წერილობითი სიტყვით უნდა გადასცემოდან. მაგრამ იგივე სწავლებანი ეკლესიურ მოძღვრებაში უკვე გამოთქმულია არა ბიბლიურ ენაზე, არამედ განმარტების ენაზე. ბიბლიური მეტყველება ნაკლებად მოიცავს განმარტების სტილს, ნაკლებად იგუებს განმარტების თანამიმდევრული მსჯელობის, სილოგისტიკა და ლოგიკურ არგუმენტირებული გზით მეტყველების პრინციპებს და რა თქმა უნდა დაფუძნებულია წრფელი უშუალო გაცხადების ერთი მხრივ და მეორე მხრივ წინასწარმეტყველური, სამოციქულო, მახარებლური, რაც თავის წიაღში აუცილებლად იტევს ძირითადად იგაურ, სიმბოლურ, ალეგორიულ მინიშნებასა და მეტყველებას. თვით უფალიც მოგეხსენებათ უმრავლეს შემთხვევაში სწავლებას იგაურად გადმოსცემდა. ანდა საიდუმლოებითად. მისტიკოს, ბერძნული ტერმინი, ქართულად საიდუმლოებითი, მაცხოვრის მიერ გადმოცემული ყველაზე აღმატებული სწავლებების განმსაზღვრელი ტერმინი გახლავთ. რა ფორმაც არ უნდა გქონდეს ჩვენ მეტყველების ეს წინასწარმეტყველური ალეგორისტიკა იქნება, ეს ახალი აღთქმის მისტიკა იქნება, ანუ ღრმა საიდუმლოებითობა, ორივე მათგანს აუცილებელი კომენტარი სჭირდება, აუცილებელი განმარტება სჭირდება, იმიტომ რომ მორწმუნე მრევლი, რომელიც მოცულობით საუკუნეების მანძილზე თანდათანობით განევრცობოდა, რა თქმა უნდა მთლიანობაში ვერ იყო უშუალოდ გამგები იმ ღრმა აზრისა, ასე ვგულისხმობთ მრევლის ყველა წევრი, რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა უშუალოდ მწვდომელი იმ ღრმა აზრისა, რასაც წინასწარმეტყველური თუ მახარებლურ სამოციქულო სიტყვა გულისხმობდა. აქ არის ასეთი აუცილებელი წინაპირობა ბიბლიის კითხვისა. რამდენი ადამიანიც არსებობს, შეიძლება ბიბლიური მეტყველების, ბიბლიური თხრობის, ბიბლიური უწყების იმდენგვარი გაგება არსებობდეს. რამდენი სიმბოლოცაა ბიბლიისა, ყოველმა წამკითხველმა შეიძლება ის თავისებურად ახსნას და ჩვენ დღევანდელ დღესაც ეს საქართველოში იქნება თუ საქართველოს გარეთ, აურაცხელ ინტერპრეტაციებს საღვთო წერილის ამა თუ იმ ეპიზოდისას ვეცნობით, მათი ავტორები რა თქმა უნდა დარწმუნებულნი არიან, რომ ძალიან საგულისხმო პარალელები გაავლეს, მაგრამ თუნდაც მართლაც საგულისხმო რამ იყოს გარკვეულ პარალელებში, ეს ყველაფერი მათი გონების, მათი მოღვაწეობის, მათი ხედვის ნაყოფია. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათებური გაგებაა ბიბლიისა. მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვიცით, რომ ბიბლია გახლავთ სიტყვა მაცხოვნებელი, ანუ ცხონების საფუძველი. ბიბლია მიეწოდა კაცობრიობას მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გამოეხსნა იგი, ეცხოვნებინა იგი. აი ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს საკითხი იმის შესახებ, ამ აურაცხელ განმარტებათაგან, ბიბლიის ამ აურაცხელ გაგებათაგან, თუ ყველა მართებულია, თუ ყველა მაცხოვნებელია, ჭეშმარიტებისაგან მიმყვანია. რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია და აბსოლუტურად გამჭვირვალეა, რომ ეს ასე არ შეიძლება იყოს. თუ ეს ასე არ შეიძლება იყოს, ბუნებრივია ისმის კითხვა, რომელია ის მართებული წვდომა ბიბლიისა, ბიბლიის ის მართებული განმარტება, ამ აურაცხელ განმარტებათა შორის, რომელთა უდიდესი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის შემქმნელია, ფსევდოჭეშმარიტების ზმანებითი წარმოსახვა, მაგრამ ვინც ჭეშმარიტების შეურყვნელ წყაროს ჭას ეძიებს, მისთვის აუცილებლად სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხი. კითხვაზე, თუ რომელია ის ერთადერთი გზა, მართებული გზა, რომელიც ბიბლიური აზრის ჭეშმარიტ საუნჯეში შეგვიყვანს, შეგვიწვება შეგნით.
ასეთ დროს ჩვენ რომ ეს მართლაც დასაბუთებულად წარმოაჩინო და არა მხოლოდ ჩვენი დაუშვათ ტრადიციულად შეცვისებული სარწმუნოების მიხედვით, რაც შეიძლება სხვამ და სხვამ არ დაგვიჯეროს, აი დასაბუთებულად რომ წარმოადგინოთ ეს მხარე და მივაგნოთ იმ კარს შემავალს ბიბლიის ჭეშმარიტებაში, აი ასეთ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ საკითხს. ეს საკითხი გახლავთ შემდეგი. ჩვენ ვსაუბრობთ ბიბლიაზე, როგორც ჭეშმარიტების წერილობით უწყებაზე, წერილობით გადმოცემაზე. კარგად არის ცნობილი, რომ სხვაგვარად ბიბლიას ეწოდება ღვთის სიტყვა. ცხოველი სიტყვა ღვთისა, ესაა ბიბლია. მაგრამ ამავე დროს ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ღვთის სიტყვა ჰიპოსტასური, ანუ გვამოვნებითი, ანუ პიროვნული წოდებაა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირისა ძეღმერთისა. ძეღმერთი არის ის ბუნებითი და გვამოვანი, ანუ ჰიპოსტასური სიტყვა, რომლის მატერიალურ სამოსელად წარმოჩნდება ბიბლია. ანუ როდესაც ჭეშმარიტება უნდა გადასცემოდათ ადამიანებს, თავად ჭეშმარიტება მოგეხსენებათ, ყოვლად უსხეულოა, არამატერიალურია, ზექვეყნიურია და ამ დროს ჭეშმარიტების გადაცემა ხდება ადამიანებისადმი, რომლებიც ნივთიერების ხრწნადი მატერიის წიაღში არიან ცოდვისგან დაცემულნი და მათი გონებაც, მათი სმენაც, რა თქმა უნდა, მატერიალურია, მატერიალიზებულია. ჩვენ ვერ მივწვდებოდით ჭეშმარიტებას თავისთავადი სახით, ესე იგი უსხეულოსა და უნივთოს. მატერიაში მყოფთ აუცილებლად მათ ენაზე რა მიმღებლობითი უნარიც აქვთ, აი ამ მიმღებლობის სახით უნდა გადასცემოდათ ჭეშმარიტება. და ეს მიმღებლობითი სახე აუცილებლად ნივთიერია, მატერიალურია. ამიტომ ხდება ასეთი სასწაული, რომ საღვთო ჭეშმარიტება, რომელიც რა თქმა უნდა უსხეულოა, უნივთოა, მატერიაში, ნივთიერებაში შემოდის, მაგრამ არამატერიალური მატერიალურად პირდაპირ ვერასოდეს ვერ გამოითქმის. შეუძლებელია, რომ არანივთიერი ნივთიერმა დაიტიოს. ამიტომ ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების გაცხადება უფრო საწვდომი, უფრო მოსახერხებელი ხდება სიმბოლოებში, ალეგორიებში, ანუ არაპირდაპირი გზით, ირიბი მეტყველების გზით, რადგანაც პირდაპირი გზა, როგორც ვიკითხარით, შეუძლებელია, რომ მატერიალური სმენადობისა და აღქმადობის მქონე პირს არამატერიალური, არამატერიალურადვე მიეწოდოს და მან ეს გაიგოს. ვისაც როგორი უნარი აქვს სმენისა, აუცილებლად იმავე უნარის შესაბამისად ხდება საღვთო ჭეშმარიტების გაცხადებაც. ამრიგად, საღვთო ჭეშმარიტება იმოსება მატერიალური სიტყვით, სიტყვის მატერიალური გარსით, წერილობითი სიტყვით, რომელსაც ეკლესიის მამები უწოდებენ, ასეთი ტერმინი არსებობს ეკლესიის მამებთან, ხმოვანი სიტყვა, ანუ წარმოთქმული სიტყვა, ბერძნულად არის ასეთი ტერმინი, ლოგოს პროფორიკოს, ანუ გამოთქმული სიტყვა. აქ არის მეორე მომენტის ფოროს, აი პროფორიკოსში დამაბოლოებელი ნაწილი, ის ტერმინია, რომელიც ქართულად ჩვეულებრივ ვითარდება როგორც შემოსილი. მაგალითად, თეოფოროს ღმერთ შემოსილი, ქრისტოფოროს ქრისტე შემოსილი, პნევმატოფოროს სულ შემოსილი და სხვა. აი პროფორიკოს ჩვენ ამ ტერმინითაც შეიძლება ქართულად გვეთარგმნა და მართლაც იოანე პეტრიცი ბერძნულ ტერმინს პროფორიკოს, რომელიც მანამდე ითარგმნებოდა სხვადასხვა სახით, კერძოდ მაგალითად ეფრემ ცირიდანვე იღებს უკვე სათავეს, ესე იგი მე-11 საუკუნის მიწურულიდანვე ამ ბერძნული ტერმინის შესატყვისად ტერმინი ხმოვანი სიტყვა. შემდეგ გელათურ სკოლაში ჩვენ გვაქვს ასეთი ტერმინი წარმოჩენილი სიტყვაი, მაგრამ იოანე პეტრიცი გვთავაზობს ასეთ შესატყვის გარემოსილი სიტყვაი. ანუ პროფორიკული სიტყვა ის სიტყვა, რომელიც უკვე მატერიალური გარსითაა შემოსილი, გამატერიალურებულია, მატერიაშია შემოღწეული სულიერი აზრი. საკუთრივ იმ აზრს, იმ ჭეშმარიტებას, არანივთიერს, ნივთიერების მიღმა მყოფს, ეკლესიის მამები განსაზღვრავენ მეორე ტერმინით. შინაგან მდებარე სიტყვაი. შინაგან მდებარე სიტყვაი, ეს ბერძნულად გახლავთ ასეთი ტერმინია, ლოგოს სიტყვა, ლოგოს ენდიათეტოს ნიშნავს შიგნით მდებარე, შინაგანი, ყოვლად არამატერიალური, ყოველგვარი მატერიისგან და ნივთიერებისგან მიღმა მყოფი. ჭეშმარიტების გაცხადება სხვა არაფერია თუ არა ამ შინაგან მდებარე სიტყვის, ანუ ენდიათეტური სიტყვის, გარემოსილ სიტყვად, ანუ წარმოთქმულ სიტყვად, ანუ ხმოვან სიტყვად, ბერძნული ტერმინი რომ მოუშვიოთ პროფორიკულ სიტყვად ქცევა. ენდიათეტური სიტყვა იქცევა პროფორიკულ სიტყვად და ესაა სწორედ ჩვენთვის ჭეშმარიტების გამოცხადება.
ბიბლია არის სწორედ ამ გაცხადების უზენაესი ნიმუში, რომლის არსი, რომლის სული, ესაა შინაგან მდებარე სიტყვა, იგივე სიტყვა ენდიათეტური, ხოლო მისი სახე, ნივთიერი სახე, ეს გახლავთ წარმოთქმული სიტყვა. ანუ ბიბლია წარმოთქმული სიტყვაა, შემცველი უშინაგანესი ღრმა აზრისა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, შინაგან მდებარე სიტყვად იწოდება. ჩვენ მსჯელობა მიყვავს საითქენ, რომ ბიბლია როგორც მატერიალური წერილობითი სიტყვა გახლავთ სულიერი სამოსელი ღვთის სიტყვისა, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასისა, მამა ღმერთის მიერ სულიწმინდის მადლით ღვთის სიტყვა ღვთისა ბიბლიის წიაღ ვლინდება კაცობრიობისადმი და მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას აუწყებს მას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია საღვთო წერილი სიმბოლურად განვსაზღვროთ როგორც ღვთის სიტყვის სამოსელი, მაგრამ სამოსელი ეკლესიურ ტრადიციაში ხშირად იგივდება მეორე ტერმინს სხეული. შეიძლება უფრო მკვეთრადაც ვთქვათ ხორცი, თუმცა სხეული და ხორცი ყოველთვის იგივეობრივი არ გახლავთ. ამ გაგებით ბიბლია ითქმის ღვთის სიტყვის სხეულად. მაგალითად წმინდა ეგნატე ანტიოქიელი, პირველ-მეორე საუკუნეების მიჯნის უდიდესი საეკლესიო მოძღვარი, სახარების შესახებ ასეთ სწავლებას გვაწვდის: მივისწრაფვის სახარებისაკენ, როგორც იესოს ხორცისაკენ. ესე იგი, მას სახარება წარმოუჩნდება წერილობითი ძეგლი, წარმოუჩნდება მაცხოვრის სხეულად, მაცხოვრის ხორცად. ჩვენ ხაზს უსვამთ იმ სწავლებას, რომ მთელი საღვთო წერილი შეიძლება წოდებული იყოს როგორც სხეული ღვთის სიტყვისა, სიმბოლური აზრი, როგორც უზენაესი არამატერიალური სიტყვის მატერიალური სახით მიწოდება კაცობრიობისად. ეს დავიმახსოვროთ და ახლა ყურადღება მივაქციოთ მეორე მომენტს. კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, რომლის შესაბამისობა ამ მოვლენასთან მხოლოდ ღვთისთვის იყო ცნობილი, მოხდა ჭეშმარიტად უზენაესი მოვლენა მეორე ჰიპოსტასის, ძეღმერთის, ღვთის სიტყვად წოდებულის განკაცება. განკაცება ნიშნავს მაცხოვრის მიერ ადამიანური სხეულის მიღება, სრულ ადამიანად გახდომას, რომ იგი გახდა სრული კაცი. კაცობრივი სხეული მაცხოვარმა მიიღო, შეიმოსა და იტვირთა ყველა ბუნებითი თვისება ადამიანური ბუნებისა. რაც დოგმატური სწავლებით ასე გამოითქმის, რომ განკაცებულმა ღმერთმა თავის ერთ ჰიპოსტასში, ერთ პირში, ერთ გვამოვნებაში საღმრთო ბუნებას, რომელიც მას განკაცებამდე ჰქონდა, შეუერთა განუყოფლად და შეურწყმელად კაცობრივი ბუნება. ჩვენთვის ამჯერად საყურადღებოა ეს მომენტი, რომ მან მიიღო ადამიანური სხეული. ის ადამიანური სხეულის მქონე გახდა. ამრიგად, თუ სიმბოლური აზრით ღვთის სიტყვის ეგრეთ წოდებულ პირველ სხეულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ საღვთო წერილი, იმიტომ რომ ძველი აღთქმა, როდესაც დაიწერა მაშინ მაცხოვარი ჯერ კიდევ განკაცებული არ იყო, უკვე მის ნამდვილ სხეულად, ნამდვილ ადამიანურ სხეულად, ნამდვილ კაცობრიվ სხეულად ითქმის მაცხოვრის მიერ კაცობრივი ბუნების მიღება, როდესაც იგი ნამდვილი ადამიანი გახდა. მაგრამ აქ ითქმის ასეთი რამ: მაცხოვარი, რომელიც კაცად მოვიდა ჩვენთან, მოვიდა იმ მიზანდასახულობით, რომ ცხონება მოენიჭებინა კაცობრივი ბუნებისათვის, დაცემული კაცობრივი ბუნებისათვის ეჩვენებინა გზა ცხონებისა. ცხონების გზის ჩვენება ბიბლიურ სწავლებასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ბიბლიის ჭეშმარიტი აზრის უწყება და ამ ჭეშმარიტი აზრისკენ გზის გახსნა მაცხოვრის მიერ კაცობრიობისათვის. სწორედ აქ ამ ჟამს და ამ უზენაესი მოვლენის შედეგად აღსრულდა ის, რომ ბიბლიური შინაგანი აზრი, ბიბლიური სწავლების ჭეშმარიტება გაგვიხსნა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ. ესე იგი, როდესაც ჩვენ ადრე დავსვით კითხვა მრავალ და ორაცხელ გაგებათა შორის, რომელია ის მართებული და ერთადერთი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაცხოვნებელი გაგება ბიბლიისა, ესაა ის განმარტება, რომელიც თავად ღვთის სიტყვამ, რომლის სამოსელიც იყო, როგორც გვიაღვნიშნეთ, ბიბლია, განკაცებულმა, ანუ ნამდვილი ადამიანური სხეულის მიმღებმა, მის თანაარსს
კაცობრივი ბუნებით მის თანაარს მთელ კაცობრიობას გაუხსნა და სხვა ვერც იქნებოდა გამხსნელი იმ ჭეშმარიტებისა, რომლის წყაროც თვითონაა. ესე იგი, როდესაც ბიბლიაში ნაგულისხმევი ჭეშმარიტების წყარო თავად მოვიდა ადამიანებთან, თავისთავად ცხადია, ეს ლოგიკური მსჯელობითაც უეჭველია, რომ სწორედ ეს წყარო იქნებოდა მაუწყებელი ამ ჭეშმარიტებისაგან მიმავალი უცთომელი გზისა, იმ ჭეშმარიტებისგან, რომელიც თვითონვე გახლავთ. ასე რომ ეს უტყუარია, რომ ბიბლიური ჭეშმარიტებისგან მიმავალი გზა გახსნა მან, რომელიც თავად არის ეს ჭეშმარიტება ბიბლიაში წინასწარმეტყველურად ბიბლიური ენით უწყებული და მოსწავლებული. მაგრამ აქ უკვე მეორე კითხვა იბადება. გვწამს და ლოგიკური მსჯელობითაც ეს უეჭველია, რომ ერთადერთი და მართებული განმარტება ბიბლიური ჭეშმარიტებისა შეიძლებოდა მომხდარიყო თავად ამ ჭეშმარიტების მიერ, რომელიც განკაცებული სახით ჩვენამდე მოვიდა. მაგრამ სად არის ეს განმარტება? აქ უკვე ჩვენ მივდივართ მაცხოვრის და მაცხოვნებელი ჭეშმარიტების და ზოგადად საეკლესიო სწავლების კიდევ ერთ უარსებითეს მომენტამდე, რაც ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეკლესიას უკავშირდება. კარგად არის ცნობილი პავლე მოციქულისგან სამოციქულო ავტორიტეტით ბეჭედ დასმული სწავლება და შემდეგ ეს სწავლება მრავალ საეკლესიო ძეგლში გვხვდება, უფრო ვრცლად წარმოჩენილი, რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი, გვამი მაცხოვრისა, ხოლო ქრისტე თავია ეკლესიისა. ანუ კვლავ გავიხსენოთ ის, რასაც ვამბობდით, რომ სულიერი სიმბოლური გაგებით ბიბლია შეიძლება წოდებული იყოს როგორც სხეული ღვთის სიტყვისა, იმ აზრით, რომ ღვთის სიტყვა უზენაესი და უნივთო ბიბლიურ წერილობით ფორმაში მატერიალიზებული და ნივთიერი სახით არის მოწოდებული ჩვენდამი და ამ გაგებით ბიბლიას როგორც წერილობით უწყებას ჭეშმარიტებისა შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების სამოსელი და ჭეშმარიტების სხეული სიმბოლური გაგებით. შემდგომ ამისა ამ სამოსელის და ამ სიმბოლური სხეულის წიაღ ნაგულისხმევი ჭეშმარიტების ახსნა ჩვენ მოგცა თავად ამ ჭეშმარიტებამ, როდესაც ის უკვე ნამდვილი ადამიანური სხეულით მოვიდა ჩვენთან, ანუ როდესაც მან შეიმოსა მიიღო ნამდვილი ადამიანური სხეული განკაცებისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან და გახდა სრული კაცი, ჭეშმარიტი კაცი და დატოვა მან ეს განმარტება, როდესაც მიწიერი ყოფა, მიწიერი და კაცობრივი ბუნებით დაასრულა მან, როდესაც მისი კაცობრივი ადამიანური ამქვეყნიური მოღვაწეობა აღსრულდა, დატოვა მან ეს ჭეშმარიტი ახსნა ბიბლიური სწავლებისა, თავისსავე ამ რიგით თუ ვიტყვით სიმბოლურად და პირობითა და უხეშად მესამე სხეულში, სულიერ სხეულში, მისტიკურ სხეულში, როგორც ეწოდება ეკლესიას. რომ ეკლესია გახლავთ სწორედ სხეული მაცხოვრისა, ოღონდ ესაა სულიერი სხეული, მისტიკური სხეული მაცხოვრისა, το σώμα μυστικό, ასე ეწოდება ეკლესიას, ანუ სხეული, მისტიკური სხეული საიდუმლოებითი, რაც მაცხოვარმა დაამკვიდრა ამ ქვეყნად, ვიდრე მეორედ მოსვლამდე მისივე მაცხოვნებელის, მისივე ესე იგი მაცხოვრისეული მაცხოვნებელი ღვაწლის განსაგრძობად, გასაგრძელებლად, რომ კაცობრიობის ახალ-ახალი თაობები ეკლესიამ თავის წიაღში ახლად შვას სულიერი ცხონებისათვის. ამრიგად, ზემოთქმული ვფიქრობთ ნათლად აჩვენებს, თუ რა გზა არსებობს ბიბლიის წიაღში წვდომისა, თუ სად არის ჭეშმარიტი განმარტება ბიბლიისა. ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ ლოგიკური და დასაბუთებასთან ახლოს მდგომი, ესე იგი დასაბუთების მიმღები გარკვეული გზა და ამ გზას ჩვენ მივყავართ უეჭველი დასკვნისკენ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება, როგორც წერილობითი სიტყვა და სამოსელი და სხეული უზენაესი და დაუწერელი და უსხეულო ღვთის სიტყვისა, განმარტებული იქნა თავად ამ ჭეშმარიტების, თავად ამ ღვთის სიტყვის მიერ, როდესაც ის კაცობრიად ჩვენთან მოვიდა და დატოვებული იქნა მისსავე სულიერ სხეულში, ეკლესიაში, რომლის მარადიული თავის თვით არის. ამრიგად, თუნდაც ეს მიმდევრობითი ხაზი, რასაც ჩვენ აქ წარმოაჩენით, რომ ქრონოლოგიური გაგებით, რომ ძველი აღთქმა, შემდეგ მაცხოვრის განკაცება და ახალი აღთქმის დაფუძნება და ახალ აღთქმაზე დაშენება საეკლესიო ტრადიციისა და
საკუთრივ ეკლესიის დაფუძნება და შემდეგ საეკლესიო ლიტერატურის აღმოცენება ეკლესიის წიაღში, ეს ყველაფერი ჩვენ გვიკარნახებს იმას, რომ თუ კი ეკლესია არის სულიერი სხეული მაცხოვრისა, თუ კი ის მემკვიდრეობს მაცხოვრის კაცობრივი მოღვაწეობის პრინციპებს, მისი კაცობრივი მოღვაწეობის გეზს, თუ ის არის, ესე იგი ამის მემკვიდრე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკლესია მემკვიდრეა იმ მაცხოვნებელი სწავლებისა, ბიბლიური აზრის იმ ერთადერთი და ჭეშმარიტი განმარტებისა, რაც მაცხოვარს ბუნებითად აქვს, იმიტომ რომ ბუნებითი ჭეშმარიტებაა თავად და რაც მან განკაცებულმა მოიტანა კაცობრიობასთან და ცხადია დატოვა და მარადიულად დაასაძირკვლა თავისსავე სულიერ სხეულში ეკლესიაში. ჩვენ აქ შევწყვეტთ დროებით საუბარს და შემდგომ საუბარში ამ თემას უფრო განვავითარებთ ეკლესიის, ეკლესიური ხაზის და ამ ჩვენთვის საყურადღებო კუთხით საეკლესიო მწერლობის მიმართებას საღვთო წერილთან.